მართველი გუნდი ურთიერთობების გაღრმავებას ელოდება იტალიასთანაც. ამ მოლოდინს მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნა ქმნის. ცერემონია გუშინ საღამოს გაიმართა. მილანში ჩვენი ქვეყნის საკონსულო 2023 წლიდან ფუნქციონირებს. ქალაქის ცენტრში შეძენილ შენობაში საინაუგურაციო ღონისძიება მოეწყო, რომელსაც საქართველოს პრემიერი, თბილისის მერი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. საქართველოს გენერალური საკონსულო ჩრდილოეთ იტალიის 8 რეგიონს ფარავს. მოლოდინია, რომ იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო სერვისებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველო, რომელიც არის ძალიან პატარა ქვეყანა, ისტორიულად ყოველთვის იმყოფებოდა იმპერიების გზაგასაყარზე და რა თქმა უნდა ასეთ პირობებში ჩვენთვის ძალიან რთული იყო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაგრამ ქართველმა ერმა არაერთ გზის გამოავლინა გაუტეხილი სული და სწორედ ამის დამსახურება, რომ ურთულესი ისტორიის მიუხედავად ჩვენ შევძელით ჩვენი დამოუკიდებლობის და თვითყოფადობის შენარჩუნება. ჩვენ დღეს სიამაყით აღნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, ეს არის მუდმივი პროცესი და რა თქმა უნდა ჩვენ დღესაც ვართ მზად მთელი შემართებით დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი სუვერენიტეტი. და რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა და პარტნიორობა და ჩვენ ვამაყობთ იმ ურთიერთობებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. მილანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ცენტრია და საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა აქ ამ ქალაქში, რომელიც იტალიის 8 რეგიონს დაფარავს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. არსებული კავშირები, ჩვენი ისტორია, კულტურა და ყველაფერი ის, რაც ორ ხალხს აერთიანებს, განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ქართველებისთვის, ჩვენი თანამემამულეებისთვის, იტალიას, ამ რეგიონს, ამის გათვალისწინებით მათი ინტერესების სათანადოდ დასაცავად და სერვისების ხელმისაწვდომობისთვის აქ ამ რეგიონში, მილანში ჩვენი წარმომადგენლობის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. მჭიდრო თანამშრომლობით, მეგობრობით, ერთმანეთის პატივისცემით ჩვენ შევძლებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას, მშვიდობიანი ევროპის მომავალზე ერთობლივად ზრუნვას და მასში ჩვენი წვლილის შეტანას. მივესალმები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ დღეს ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ასევე მინდა ნაყოფიერი მუშაობა ვუსურვო საქართველოს გენერალურ საკონსულოს. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენი ურთიერთობები იყოს მჭიდრო. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და ახლობელი ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, არამედ გარემოს დაცვის, ტურიზმის სფეროებშიც, ნებისმიერი კუთხით, სადაც ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა კულტურას. ძალიან ბევრი სკოლაა საქართველოში, სადაც იტალიური ენა ისწავლება. ჩვენთანაც ბევრი სკოლაა, სადაც ქართული ისწავლება. მე მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყნების ახალგაზრდობა კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს. ერთმანეთის ენაზე ისაუბრონ და ჩვენს ერებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. გაძლიერდება საქართველოს ინტეგრაცია, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სრულად გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ მილანი არის ქალაქი, რომელმაც კახაკალაძის ყველა ოცნება რეალობად აქცია. იტალია იყო და სამუდამოდ დარჩება ჩემს მეორე სახლად, რომლის გარსაც ყოველთვის დიდი სიყვარულით, უამრავი ბედნიერი დღის მოგონებით, გამარჯვების განცდით, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრის სიხარულით ვაღებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მილანში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გახსნა კიდევ უფრო ფართოდ გახსნის შესაძლებლობას გამტკიცდეს და გაღრმავდეს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობები. გაიზარდოს თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა სფეროში და რასაკვირველია გაამარტივებს მილანში საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულოს მომსახურებას.
საკმაოდ დიდი ხანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი წარმომადგენლობა. საქართველოს დიდი დიასპორა ყავს იტალიაში. ეს მნიშვნელოვანი თემია. მნიშვნელოვანი აქტიური დიასპორა და ეს დიასპორა გვეხმარება მილანის თანამედროვე ცხოვრების ხორცშესხმაში. სწორედ ქალაქებიდან იწყება წინსვლა და შემდეგ ხდება მისი განზოგადება ქვეყანაზე. მოვისმინეთ, რომ არა მარტო მილანის, არამედ სხვა ქალაქების მერებიც იღებენ ვალდებულებებს, რომ ჩვენ განვავითარებთ ურთიერთობას. რაც შეეხება სპორტს და ფეხბურთს, ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ ქალაქს ეს განსაკუთრებული ნიშა აქვს. თითქმის ერთი რაოდენობის მოსახლეობა ყავს თბილისსა და მილანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკური ცენტრი ამ ქალაქში გვაქვს შექმნილი. მინდა გაითვალისწინოთ საპორტო ქალაქებთან ასოცირება. უშველებელი ქალაქები გვაქვს, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ და განვითარება მოაქვთ ერთმანეთისთვის. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ სიტუაციას, უნდა ვთქვა, რომ ევროპა საქართველოს უყურებს ყურადღებით და ზრუნვით. მუდამ გვინდა, რომ სოლიდარული ვიყოთ თქვენს მიმართ. ჩვენი მეგობრობა და ჩვენი თანამშრომლობის იდეები ძალიან გულწრფელია. ეს ჩვენთვის დიდი პატივია. იმედი გვაქვს, რომ მილანი, ჩვენი რეგიონი, ჩვენი ქვეყანა იქნება განსაკუთრებული ადგილის მქონე.